დაგლოცოთ და დაგიფაროთ ქრისტე მაცხოვარმა ყველა ძვირფასო ძმებო და დებო. სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. დღეს როგორც მოისმინეთ, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანის სცენებაა, მათ შორის წმინდა იოანე კლემაქსისა, იოანე კიბის აღმწერელის. რატო ეწოდა, ჯერ თვითონ უწოდა, სხვებმაც მიიღეს ეს სახელი, თავის შრომას მან კიბე კლემა. და რატომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანული აზროვნებისთვის იმ ყველაფრის გააზრება, რაც ამ შრომაშია გადმოცემული. იმიტომ რომ დღევანდელი სახარება ძალიან ყოველთვის თითქოს იმ დღისთვის იწერება ხოლმე, ვისი ხსენებაც არის და რა ამბავიც იმ დროს ხდება. თითქოს ყველაფერი წინასწარ იცის უფალმა. დღევანდელ სახარებაშიც ჩვენ მოვისმინეთ ერთი ბიჭის ამბავი, რომელიც მამამ მიიყვანა უფალთან მაცხოვარი იესო ქრისტესთან კურნებისათვის. ეს ძალიან ნიშანდობლივი, ძალიან მრავალმხრივი სახარებაა, რომელზეც ჩვენ არაერთ გზის გვისაუბრია უკვე და ძალიან ბევრნაირად განსამარტი სახარებაა გარდა ყველაფრისა. ძალიან ღრმა. მოდის ეს მამა და უფალი იესო ქრისტეს თხოვს, გამეხმარე, შენს მოწაფეებთან მყავდა უკვე ჩემი შვილი მიყვანილი და მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება. დამეხმარე რომ უშველო. რა სჭირს ის რომ ბოროტი ძალა აწვალებს მას და ბევრჯერ ჩააგდო იგი ხან ცეცხლშიო და ხან წყალშიო, თვარეულივით არისო. დადის და თვითონ ვერ ხვდებაო ვერაფერს. და საწყალი მამა მშობელი რა დღეში იქნება, რომელსაც ბუნებრივია რომ შვილი უყვარს, ხვდებით ალბათ თუ ალბათ ხვდებით, მაგრამ წარმოსადგენელთაც არ არის მარტივი. გრძელდება მერე თქვენ დღეს მოისმინეთ უკვე სახარება, აღარ დავიწყებ დაწვრილებით გამეორებას. ის ტექსტი მერე მაცხოვარი საუბრობს იმაზე თუ იშვიათი გამონაკლისია ეს სახარება, სადაც მაცხოვარი თითქოს წუხს. თუმცა ამასაც თავისი განმარტება აქვს. ამოიხვნეშაო უფალმა და თქვა, რომ როდემდე ვიყო თქვენთან, ვიდრემდე თავს ვიდებდე თქვენსავან, თქვენ ტვირთს როდემდე ვატარებდე მე. და კურნავს ამ ჭაბუკს. იკურნება ეს ახალგაზრდა, მამა გახარებულია, მას არ ჰქონდა სრული რწმენა, თუმცა ჰქონდა დიდი იმედი. და სთხოვდა უფალს, რომ თუ რამით შეგიძლია, ის კი არ იყო დარწმუნებული ასის თავივით და სხვა სახარებისეული ხალხივით, რომ ეს ის არის, ვისაც ყველაფერი შეუძლია. არა, იგი მოვიდა როგორც ვიღაცა რიგითთან, უბრალოდ გაიგონა, რომ ეს მართლა განსაკუთრებული კაცია. ეუბნება, რომ თუ რამე შეგიძლია, ისე დაგვეხმარება. განკურნა ეს ჭაბუკი უფალმა და რა თქმა უნდა ეს გახარებული მიდის მამა, მოწაფეები უსვამენ კითხვას უფალი იესო ქრისტეს, რომ ჩვენ რატო ვერ შევძელითო მისი განკურნება? არადა უფალმა მათ მისცა ხო უკვე ძალა. სახთო ძალა მისცა მათ იმისთვის, რომ ეშმაკეულები განეკურნათ, სნეულები განეკურნათ, ყველასთვის უნდა ეშველათ. და უკვე იყვნენ ისინი საქადაგებლათაც წარგზავნილი, ბევრი საქმე აკეთეს, სასწაულებიც მოახდინეს და რაღაც. რატომ ჩვენ ვერ შევძელითო ამ ადამიანის განკურნება? თითქოს რამოდენიმე საკითხი ერთად დაისვა ამ ამბავში. უფალი მათ პასუხობს, რომ მხოლოდ ლოცვითა და მარხვით არის ამ მოდგმის განდევნა შესაძლებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ამ მოდგმის, ანუ ბოროტი ძალის, ეშმაკის განდევნა. აქ რა გვასწავლა უფალმა? ერთი რომ გვასწავლა თვითონ, რაც უთხრა მოწაფეებს, რომ ჩემს გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. ნამდვილად არც ერთ ჩვენგანს, ნუ იქნებით ამპარტავნები, ღვთის გარეშე, ღვთის შემწეობის გარეშე არაფერი არ შეგვიძლია. ერთ თმას ვერ გავაშავებთ და გავათეთრებთ. და ყოველთვის ჩვენ რასაც ვაკეთებთ, უნდა ვაკეთებდეთ უფლის სადიდებლად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო? არა იმიტომ რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია და არ გავინძრეთ, არა.
ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაკეთოთ, მაგრამ უნდა ვაკეთოთ ღმერთთან ერთად, უფალთან ერთად. გვასწავლა ის, რომ ესე იგი ამ პარტავნები არ უნდა. გვასწავლა ის, რომ რასაც გავაკეთებთ, ღვთისადიდებლად უნდა გავაკეთოთ. გვასწავლა ის, რომ ბოლომდე არ უნდა დავკარგოთ იმედი და ყოველთვის ვეცადოთ ვიპოვოთ რაღაცა გამოსავალი. როგორც წყალი პოულობს ხოლმე ყველგან გასასვლელს, გაჟონავს მაინც, მაგრამ გავა. გვასწავლა ის, რომ ეშმაკი ყოველთვის უკიდურესობებით მოქმედებს. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სტიქიაა, ცეცხლი და წყალი. და ეს ჭაბუკი მამამისმა როგორც აღწერა მისი მდგომარეობა, ხან ცეცხლში ჩააგდო ბოროტმა და ხან წყალში. ხან იხჩობოდა, ხან იწვებოდა ეს ბიჭი და აღარ იცოდა საწყალმამას რა ეკავა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ზუსტად უკიდურესობას. შუალედს რო ვერ იცავს ადამიანი, ხან იქით მიასხმდება, ხან აქეთ. ხან ყველაფერზე ხელს ჩაიგნებს, ხან ყველაფერზე იმედი აქვს და როგორც წესი ეს გატყვიებს. ან სასოწარკვეთილებაში გაგდებს, ან იმაზე ზედმეტ ტვირთს აგაკიდებინებს, ისეთ ჯვარს წაგაპოტინებს, რომლის აწევის ძალაც არ გაქვს და საბოლოოდ ისევ მომაკვდინებელ მდგომარეობაში, რაც გულგატეხილობა და სასოწარკვეთაა, იმაში ჩაგაგდებს ბოროტი. ამიტომ ადამიანი ნებისმიერი ჩვენგანი, რასაც ვაკეთებთ, უნდა ვაკეთებდეთ მუყაითად, უნდა ვაკეთებდეთ გულმოდგინედ, უნდა ვაკეთებდეთ მშვიდად. ყველაფერი არავის არ გამოუდის, მაგრამ ჩვენსას ვაკეთებდეთ წინდახედულად, გონივრულად, არასატრაბახოთ, არა თავმაღლეობისთვის და ვაკეთებდეთ ღვთისადიდებლად. და იმ ერთი მარცვლიდანაც ხშირად 30, 60 და 100 მარცვალი სხვა დაიბადება და გამრავლდება ხოლმე. როცა ეს რაღაცა კეთდება წყნარად და მშვიდად, არა ვიღაცის დასანახვებლად, აი მე რა გავაკეთე, აი მე რა ვქენი, აი მე რა შემიძლია, ვის რას ვეტრაბახები ხოლმე. გვასწავლა ისიც, რომ არ უნდა განვიკითხოთ ვინმე, ვინის ის მოწაფეებმა თავისთავი როგორ მოიწონეს, რომ ამხელა ძალა ქონდათ და უცებ თვითონაც ვერ შეძლეს რაღაცის გაკეთება. გვასწავლა ძალიან ბევრი რამ ამ დღევანდელი სახარებით და თავარი რაც არის, თორე ამ სახარებაზე ადრეს ბევრჯერ მისაუბრია და ალბათ სხვა დროსაც კიდე მოგიწევს სხვადასხვა კუთხით ამისი განხილვა. მაგრამ აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უკიდურესობები არის დამღუპველი ადამიანისთვის. პატრიარქს რამდენჯერ უთქვამს ხოლმე, ნუ გექნებათ კატეგორიული აზროვნება. ნუ იქნებით რაღაცა მორჩა და გათავდა. დაუშვით ხოლმე, აი იმისთვის რომ იმიტომ კი არა რომ მტკიცე არ იყო. იმიტომ კი არა რომ პრინციპები არ გაგაჩნდეს და პრინციპული არ იყო. იმიტომ რომ მეორე ადამიანის გაგება შეძლო. იმიტომ რომ გაზრდა შეძლო. სხვანაირად ვერ გაიზრდები თუ სხვა კუთხიდან არ დაინახე ხოლმე რაღაცა საკითხი. აი უმძიმეს ძალიან დიდ შეცდომად, უწესობად ითვლება თვითნებურად, ჯერ ადამიანი რა თქმა უნდა თვითონ ირჩევს მოძღვარს, მაგრამ თვითნებურად რომ მიატოვოს მოძღვარი. ეს ითვლება ძალიან არასწორ საქციელად, როგორც მშობლის მიტოვება, ესე განიხილება ჩვენთვის. მაგრამ სულ არსებობს აი ერთი ხელი არ ჭირდება, ნახევარი ხელი ჭირდება მიზეზი, როდის შეიძლება სულიერმა შვილმა ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება და მოძღვარი დატოვოს და თქვათ სხვა მოძღვარი მოძებნოს. და ერთადერთი აი შეიძლება ითქვას ისეთი უაპელაციო მიზეზი რა არის იცით, როდესაც მოძღვარი არ ითვალისწინებს მის რეალურ მდგომარეობას. მაგალითად, ოღონდ რა თქმა უნდა აქ შეიძლება მოძღვარი ძალიან კარგადაც ითვალისწინებს ყველაფერს და თვითონ წარმოისახოს რაღაცა. ამაზე არ ვლაპარაკობ. თვითნებობაზე არ ვლაპარაკობ. რომ თვითონ დაიჯერა ესე რაღაცა არ მოეწონა და გადაწყვიტა. არა. აქ ვლაპარაკობ რაზე? მაგალითად აღწერილია წმინდა პატერიკებში უამრავ გადმოცემაში, რომ შეიძლება მოძღვარი იყო რაღაცა განსაკუთრებული სულიერების მქონე ადამიანი. წაგვიკითხავს ხომ, რომ რომელიღაცა მოძღვრები ეშმაკეულებს კურნავდნენ, სადღაც მეძავებს უკადაგებდნენ, სადღაც, სასწაულებს შვებოდნენ. ერთი სიტყვით მკვლელებს
გზას შეუსვლიდნენ ხოლმე ცხოვრებისას, მონანიებისკენ განაწყობდნენ და ეს მოძღვარი არის ამ სულიერი ძალისა. აი ხილულია შმაკისა არ ეშინია რო იტყვიან, იმდენად დიდი სულიერების კაცია. და მაგალითად მას ყავს თავისი მორჩილი, სულიერი შვილი, რომელიც თან დაყვება. და თვითონ მიყვება ხოლმე ამ თავის მოძღვარს, ეს როგორ ეპოლემიკება ვთქვათ ვიღაც მწვალებლებს, ეს როგორ კურნავს ეშმაკეულს, ეს როგორ ღამეს უთენებს ვიღაცა გადარეულს და ასე შემდეგ. და მოძღვრისთვის კი ეს ძალიან დიდი და ახოვანი მებრძოლია ეს მოძღვარი სულიერად და გამტკიცებულია და პრობლემა არ არის მიდის და რა ვიცი არ ეშინია არაფერს, მაგრამ ეს სუსტია. ეს სუსტია და თხოვს რომ ვერ წამოყვები იმ ეშმაკეულთან გამანებეთ. მეშინია ის რო ღრიალს დაიწყებს. მოძღვარი რომ არა უნდა წამოხვი. როცა ეს ეუბნება რომ შენ რომ მიდიხარ და მეძავებს რომ უქადაგებს რაღაცა მე არ შემიძლია კაცო შენზე არ მოქმედებს ეს ყველაფერი და მე რო იმ ხალხს უყურებ გული მისკდები და არ წამოვა არა უნდა წამოხვიდე რო უბნება ამ დროს როცა ერთხელ ორჯერ სამჯერ თხოვა და არ გაითვალისწინეს მისი სისუსტე ანუ დაცემის საფრთხე მაშინ ეძლევა ადამიანს უფლება როცა ამხრივად მიიღოს გადაწყვეტილება და უფრო ზემდგომს ვიღაცას და სხვა მოძღვარს მიმართოს სხვა შემთხვევაში მოძღვრის მიტოვება, მოძღვრის ღალატი არის ძალიან არასწორი საქციელი ხო. შეცდომა, როგორც გინდათ ისე მივატრიალოთ და მოვატრიალოთ. ანუ უკიდურესობები გვცემს ხოლმე ჩვენ. როგორც დღევანდელ სახარებაში ვნახეთ. და როგორც დღევანდელი ხსენება ვისიც არის იოანეს სინელისა არაჩვეულებრივი მამისა რომელიც შრომაც უკვე თითქმის 15 საუკუნეა არის ერთ-ერთი სახელმძღვანელო სულიერი ცხოვრებისათვის და ასკეტიზმისა და განვითარებისათვის. აი მისი შრომა ზუსტად კიბედ იწოდება. ნახტომად კი არა, საფეხურებად. ნელ-ნელა, როგორ გადადის ადამიანი ერთი სულიერი საფეხურიდან მეორეზე. თორე ადამიანს ერთი არ უსწავლია ახლა სკოლაში რო ამბავს ვსწავლობთ, ან მათემატიკას რო ვსწავლობთ და მიმატება და გამოკლება რო არ უსწავლია ჯერ ბავშვს და მაგას მერე გავიგებო რო იტყვის და ტრიგონომეტრიაში მომეცადინეთო რო თქვას. რა უნდა გამეცადინო, კაცო, ჯერ მიმატება გამოკლება გაიგე, ორი ცალი ხაზის გავლება ისწავლე და მერე მითხარი რომ რაღაცა მაქვს ეს რა ქვია, ცდები მაქვს ფიზიკაში ჩასატარებელი, კოსმოსი როგორაა მოწყობილი, უნდა გავიგო. ესეა, ის სულიერი ცხოვრებაც ხალხო იწყება აი ამ სიმშვიდით, ნაბიჯ სიარულით. უცებ რომ ვიღაცა მწვერვალზე ახტომა, ან იქიდან გადმოხტომა მოუნდება, აუცილებლად დაიმკვირდა. ადრე წავიკითხე ესეთი ამბავი, შეჯიბრება ჩაუტარებია მთავსვლელების ორ ჯგუფს. და რაღაცა მწვერვალზე უნდა ასულიყვნენ. ფაქტობრივად თანაბარი დახრა ქონდა ამ მწვერვალს ორი მხრიდან. და ერთი ჯგუფი ერთი მხრიდან ერთი მარშრუტით უნდა ასულიყო, მეორე. და ერთ-ერთმა ჯგუფმა ითაღლითა. და ესენი რომ ნამდვილად პატიოსნად ფეხით მიდიან, როგორც მიდიან, მიცოცავენ და გზადაგზა ბანაკებს აკეთებენ და შემდეგ ამათ რაღაცა ვერტფრენი იქირავეს პატარა და აფრინდნენ და დასხდნენ იქ მწვერვალზე. მიასწრეს, მოიგეს. ეს ვერტფრენი სასწრაფოდ გაიპარა და ხوارც უნდა გამოჩნდეს. და ხელახლა გახდა უკანასასვლელი ეს ვერტფრენი ცოტა ხანში სამაშველოდ. იმიტომ რომ წნევის სწრაფი ცვალებადობის გამო სულ ყველა სხვირიდან სისხლი წასხდა, სულ ყველა ცუდად გახდა, დაწყდნენ კინაღამ და უკან ჩამოიყვანეს ეს გაჭირვებულები მე. იმიტომ რომ მოინდომეს hop და მწვერვალზე აღმოჩენილი. ესეა ჩვენც რომ რაღაცას დავეტაკებით. სანამ დავეტაკებით, პატარა დავფიქრდეთ რა. შევძლებთ იმის გადაყლაპვას, შევძლებთ იმის თვირთვას. შვიდები ვიყოთ ღმერთთან ერთად. ძალიან ბევრ შევძლებთ. ისეთებს შევძლებთ, ჩვენ თვითონ გავოცდებით და შეგვეშინდება ღმერთო ეს რაღაცა როგორ დაგვაძლევინე. ღმერთო ეს რაღაცა როგორ შეგვაძლებინე. მართლა აი ძრწოლა ცახცახი შეიპყრობს ადამიანს, როცა მიხვდება რამდენი რაღაცა გადაატარა და რამდენი რამე გააკეთებინა ღმერთმა. მაგრამ ეს მაშინ როცა აი ესე შვიდად და წყნარად გაივლის და მე უკანაც შვიდად მოიხედავს, თორე თვითონ რომ ოპ და რაღაცა უნდა გააკეთოს, ვერ გააკეთოს.
ვერ გააკეთებს და დაინგრევა და მოყვება იმ ნანგრევების ქვეშ. ეს იქნება საცოდაობა, რა თქმა უნდა. ეს იქნება ის ქვიშაზე აღშენებული სახლი, რომელიც როცა დაინგრა, იყო დაცემა იმისი ფრიად დიდ, როგორც ახარებაში წერია და ვაი საცოდაობა. აბა ახლა ვინც არაფერს აშენებს, ის ვერც დაეცემა, ის უხოხავს. მაგრამ ვინც არასწორად აშენება მოინდომა, არასწორად ახტობა მოინდომა, ის რაღაცას დაიზიანებს. როგორც ფიზიკურად შეიძლება ადამიანი დაზიანდეს, ისე სულიერად შეიძლება ადამიანი დაზიანდეს. ამიტომ ეს საფეხურეობრივად წყნარად შვიდად მივყვეთ. ეს ხშირად ვლინდება ჩვენი სწორი თვისებების, ხშირად კი არა, როგორც წესი ვლინდება ჩვენი სწორი თვისებების განვითარებაში. ყურადღებიანობაში, ზრუნვაში, საერთოდ რისთვის ცხოვრობ, რა გინდა, განიცდი თუ არა თავს მართლა ქრისტეს ჯარისკაცად, ქრისტეს მხედრად, ვცდილობ თუ არა, რომ ქრისტეს სახელმწიფოს საქმე აკეთო. უფალმა თავის სახელმწიფო დააარსა. ჩვენ ქრისტეს სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ. რო გააგზავნა ის ხალხიო, გააგზავნა როგორც ელჩები, წარმომადგენლები არიან მისი, ის მოციქულები, ის ეპისკოპოსები, ის მღვდლები და თუნდაც ერისკაცები. დანარჩენ მსოფლიოში ჩვენ ვართ უფლის წარმომადგენლები, ელჩები. და ჩვენ თუ საკუთარ ზეციურ სახელმწიფოს ვღალატობთ, ჩვენ თუ არ ვზრუნავთ მასზე და არ ვართ მისი მოქალაქეები, აბა რას ვაკეთებთ? ამიტომ აი ეს ხილული ხშირად ვიღაცა ტაძარში როგორ იქცევა, ოჯახში როგორ იქცევა, მეგობართან როგორ იქცევა, რამდენად მესუფთავეა, რამდენად ყურადღებიანია, რამდენად ეს ყველაფერი ხშირად სულიერსაც ასახავს ხოლმე, არა ყოველთვის, მაგრამ ხშირად. ერთს გავიხსენებ და მეც აღარ დაგვლით დღეს. ზუსტად იოანე კიბის აღწერილს, იოანე სინელს აქვს ერთი ეგეთი ამბავი აღწერილი, რომ ერთი ძმა მონასტერშიო მივიდა და ძალიან განიკითხაო მეორე ძმა. რაღაცაზე დაუჯდა იოანეს როგორც წინამძღვარს და დაუწყო ქოთქოთი. და ვიღაცას განიკითხავს, ძვლებს ურესხავს, რო იტყვია. და ადგა და იოანემ ეს კაცი საერთოდ გააგდო მონასტრიდან თურმე. ხო და გაუკვირდათო მამებსო ეს სიმკაცრეო. და იოანემ ამაზე თურმე პასუხი გასცა, რომ უხილავი განკითხვის ეშმაკი ხო ყავსო და ახლა ხილული უკვე ორი ეშმაკი ძალიან ზედმეტი იქნებოდა მონასტერში. ხო და ისე იყვნენო იოანეს მთელი ძმებიო და ბევრი მამა იყო იოანეს სინელის მონასტერში, რომ თუ კი ვინმეს განკითხვას დააპირებდა კიდეცო ის მეორე ვინც იყო მსმენელი, დაიჩოქებდა ხოლმეო თვითონ თხოვდა შენდობასო და გაეცლებოდა. და ერთმანეთს საშუალებასაც არ აძლევდნენ, რომ ვინმე განეკითხა. და თუ რაღაცაზე ლაპარაკობდნენ მხოლოდ საქმეზე, ლაპარაკობდნენ მხოლოდ გულის ტკივილით, რითაც ხდება ხოლმე მართლა ფიქრი, იმიტომ რომ არ განიკითხო, განუკითხაობას არ ნიშნავს. განუკითხაობა მტრისას, უწესრიგობაა და საგიჟეთი. არა, არ განიკითხო ნიშნავს არ იყო აპარტავანი, არ უყურო ვიღაცას ზემოდან, არ გაგიხარდეს ვინმეს ცუდი, არ ილაპარაკო ნიშნის მოგებით და ძალიან ბევრი რამ. განკითხვა ისეთი ჩრჩილია, ისეთი ჭიაა, რომ გამოაფუტუროვებს მთელ სულიერ ცხოვრებას. ამიტომ შეიძლება ყოველთვის იმ უხილავ ეშმაკს ვერ ვებრძოდეთ, მაგრამ ხილული ეშმაკი ხო არის ეს დალოცვით იმ განკითხვისა, იმ შურისა, იმ მომხვეჭელობისა, იმ ტრაბახისა, იმ 1000 რაღაცის. თუ იმას მაინც გავერიდოთ ხოლმე, ის ხომ აი დასანახი, დასათვლელი, მოსასმენია რა. აბა მეტი რა არის ჩვენი მართლა? მართლა კალბას რო არ შევჭამთ ეგ არის კაცო? შეგვეწევა უფალი, ყველაფერი კარგად და ყველაფერი მშვიდობით იქნება, ხო? შიში არ გავიდოთ არასოდეს გულში. შიშ დიდი თვალები აქვს და არაფერი არ გაკეთებულა შიშით. შიშით არც სამყარო გაჩენილა. შიშით არაფერი არ ხდება. და თუ შიში კარგად არის სადმე ნახსენები, ეს არის მხოლოდ ისევ წმინდა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ დასაბამის სიკვდნისა არის შიში ღვთის. და ეს შიში სულაც არ არის ის შიში, რომელსაც ჩვენ შეჩვეული ვართ. იმიტომ რომ რისიც გეშინია, იმას ერიდები. ძაღლისა რო გეშინია, მოერიდები, რომ გლისა რო გეშინია, მოერიდები. და უფლისა რო გეშინია, რა გამოდის? ღმერთს უნდა მოვერიდოთ? ამ დროს ღმერთისკენ უნდა მივდიოდეთ. არა, ეს არის სხვა შიში. ეს არ არის შიში, რომელიც მორიდებისკენ გიბიძგებს. ეს არის შიში,
ქართულში რო ესე იტყვის, შიშობ რამე ცუდი არ მოხდეს, შიშობ გული არ ვატკინო, შიშობ, ну ეს არის ზრუნვა. სინამდვილეში ეს შიში არის სიყვარული. დასაბამი სიბრძნის არის კი ეს ეწერია შიში ღვთის, მაგრამ ეს არის სიყვარული ღვთის. იმიტომ რომ ვინც გიყვარს, იმას უფრთხილდება. რაღაცა რო ძალიან ფაქიზია ესე ლარნაკი რო გეჭიროს ხელში. გეშინია რამეს არ მიარტყა, გეშინია არ დაგივარდეს. ლარნაკისა კი არ გეშინია. რამე არ დაუშავდეს, ამას იმის გეშინია. ვიღაცა რო გიყვარს, შეყვარებული რო ყავს ადამიანს, ეშინია რო ცუდად არ გამოჩნდეს მასთან, ეშინია რაღაც ზედმეტი არ თქვას, ეშინია რაღაცა, იმიტომ კი არა რომ იმისი ეშინია ხო, ვის ეშინია. თლიანობაში ეშინია რომ ის ძვირფასი ერთობა არ დაგაფუჭდეს და შეირყვნას და დამახინჯდეს. აი ეს შიში არის სიბრძნის დასაბამი. სხვა შემთხვევაში აი ესე აგდებულად როა ადამიანი და გინდა იმას იტყვის, გინდა ამას გააკეთებს, აი ესე როყიო და წინ დაუხედავი და ის როა. რა უნდა მოთხოვო იმ ადამიანს იყოს თავისთვის. ამიტომაც ჩვენ ქრისტიანებმა ხალხო ეს დიდი სიჯიუტე უნდა გამოვიჩინოთ. ვინ როგორ მოიქცევა, ყველამ თვითონ იცოდეს. მაგრამ ჩვენ ვიყოთ წინდახედულები და ჩვენი მრწამსის შესაბამისად, ჩვენი სარწმუნოების ქრისტიანობის შესაბამისად მოვიქცეთ ესე რომ ნამდვილად სულიერი სახლი ავიშენოთ ჩვენს ზეცაში. და ნამდვილად ინებოს კაცმოყვარე და ჩვენთვის ჯვარცმულმა უფალმა რომ გითხრას ერთხელ ის სიტყვები რომ მოვედით ჩემ და კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული ადგილი. რადგანაც თვითონ შევკვირდა რომ სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არია. უკვე თუ არა მე წავიდე და განგიმზადოთ თქვენ. უფალი გვიმზადებს ჩვენ ადგილს და ჩვენ თუ ჩვენი ცხოვრებით უარი უთხარით მას რომ შენ კი ადგილი გამიმზადე, მაგრამ არ მოვალ, აი ეს იქნება სიგიჟე. და არ გვეგონოს რომ ეს ჩვენ არ დაგვემართება და სხვას დაემართება. რომ დედა ღმერთმა ადგილი გაგიმზადა და იქ როგორ არ მიხვალ. უმადურობა, დაუნახაობა, ამპარტავნება, გაუმაწრობა, საშინელი რამე. მე პირადად მომიწია ერთხელ ერთ ადამიანთან ურთიერთობა ახალგაზრდა გოგონასთან, რომელმაც მითხრა, ცოტა დანანებით, მაგრამ უფრო ისე ტრაბახით რო იტყვიან, თუ რა ვიცი როგორ კი ჰონორით რო იტყვიან, რომ მშობლებს რამოდენიმე წელია უკვე 5 თუ 6 თუ ბევრი წელია აღარ მახსოვს, არ ველაპარაკებენ. და რატო არ ელაპარაკები მეთქი? და რო დაოჯახდა ეს გოგო თურმე, გათხოვდა. და მშობლებმა სახლი უყიდეს დედამ და მამამ, სახლი უყიდეს არ მახსოვს ვარკეთილში თუ თემქაზე თუ სადღაც არა ცენტრალურ უბანში. და მეო ვაკეში დაბადებულ და გაზრდილ გოგოსო ეგეთ ადგილზეო მშობლებმა სახლი როგორ მიყიდესო და მშობლებს მას მერე თავისი ქორწილის მერე აღარ ელაპარაკებდა. წარმოგიდგენიათ ხალხი ერთ კუთხეს ნატრობს რაღაცა თავი მიადოს და დაიძინოს თავის გემოს. ამიტომ ვის როგორ გააგიჟებს ეშმაკი ჩვენ არ ვიცით, ნუ იქნებით აპარტამენტი. შეიძლება ჩვენ უარესი დაგვემართოს, ღმერთო ყველა დაიფარე, ჩვენ დაგვიფარეთ და ყველა დაიფარე. მე ამას რატო ვამბობ? აი უფლის სიტყვების ცოცხალი ანალოგი, რომ გაგიმზადა სავანე უფალმა და მოვიდ და დაიმკვიდრეთ და შენეუბნები რომ ეგ როგორ მაკადრებ, მან სად მოვიდეთ. მან ეგრე ადვილი არ არის მოსვლა, მან თურმე ცოტა გძელი გზა უნდა გავიარო, მაგისტვის თურმე რაღაცები უნდა მოვითმინო, მაგისტვის თურმე სხვანაირი უნდა ვიყო. თორემ მოხვალ და მკითხავ მერე რომ ამ სუფრაზე რომ მოხვედი შეუფერებლად ჩაცმული რატო ხარო? როგორც არის იგავში სუფრაზე მიწვეულების შესახებ და თურმე ეგრე არ ყოფილა. ამიტომ ვიყოთ ხალხო ცოტა გულისხმიერი ქრისტიანები, ვიფიქროთ მართლა ჩვენ ქვეყანაზე. ეს ყველაფერი თუ არ მოწესრიგდა, მერე არ დამთავრდება ის უსიყვარულობა, რაც ვლინდება ხოლმე შვილების კვლელობაში, ამდენი აბორტი რო კეთდება ქვეყანაში, რაც ვლინდება ამდენი ოჯახის დანგრევაში, რაც ვლინდება ამდენ, ავიც ყველაფერ უბედურებაში ხო. ვიცხოვროთ შვიდად, წყნარად და მტკიცეთ. იმიტომ რომ უფალმა თვითონ გითხრა, იყავით უმანკო როგორც მტრედი, მაგრამ გონიერი როგორც გველი. იმიტომ რომ цаრიელი უმანკოება ყისვე გატალახდება ამ ცოდვილ წუთის სოფელში, თუ იმას არ მიყვას სიბრძნე, წინდახედულება და ვაჟკაცობა.
ვაჟკაცობა კიდე ქალსაც ეხება და კაცსაც ეხება. იმიტომ რომ ქართულში ეგრეა. დედაკაცია და მამაკაცი. გაგიმარჯოთ. გალოცვილები იყავით მრავალსა წელსა და საღვთო კურთხევა არ მოკლებოდეთ თქვენი ოჯახებით, თქვენი მოყვასით. რა ვქნათ, განსაცდელის გარეშე ცხოვრება არ არსებობს და ამიტომ ყველა მივიფიქრებთ მაგაზე. მთავარია გადავიაროთ ნებისმიერი განსაცდელი ისე როგორც ქრისტიანის წესი. მომდევნო კვირაში ოდნავ განსხვავებული განმეგი გვექნება. სამშაბათს ლოცვა, ოთხშაბათს სირვა ხო გვაქვს ხოლმე. ასე არ გვექნება. 40 დღიანი პანაშვიდები ჩვეულებრივად გაგრძელდება. ანუ როცა მსახურება არ არის 12 საათზე, როცა მსახურებაა მსახურების მერე. 4 შაბათს იქნება ლოცვა ამ კვირაში და 5 შაბათს იქნება მსახურება და პირველ შეწირულის ლიტურგიაც 5 შაბათს იქნება, იმიტომ რომ 5 შაბათის ცისკარზე იკითხება მეხუთე კვირას ტრადიციულად ანდრია კრიტელის კანონი. და ეს რომ წაუკითხავი არ დაგვრჩეს, ამიტომ მსახურება გვაქვს ასე გადატანილი და 5 შაბათის ცისკარში ჩაერთვება ანდრია კრიტელის კანონის ერთი მონაკვეთის კითხვა. 5 შაბათს პარაკლისი ჩვეულებრივად იქნება, პარასკევს ლოცვა ჩვეულებრივ დროს იქნება, ერთი რაც დაემატება კიდე დაუჯდომლის შაბათია. ეხლა და ღვთისმშობლის დაუჯდომელი იკითხება დამატებით კიდე მსახურებაზე. დანარჩენი დრო შაბათის წირვისა, შაბათის ლოცვისა და კვირის წირვისა იქნება უცვლელი და ჩატარდება ყველაფერი ტრადიციულად. გაიხარეთ და გაძლიერდით ყველას საკურნებლად სულისა და ხორცისა, ვინც ეზიარეთ დღეს ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს და ღმერთმა მშვიდობა არ მოაკლოს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ცხოვრებას. ჩვენთან არის ღმერთი. გაიხარეთ.